4 ნიშანი, რომ ბედნიერების გეშინიათ. პირველი, როდესაც ყველაფერი კარგად აილით, რომ რაღაც უსიამოვნოც მოყვება ამას. თუ სიმშვიდეს თქვენს წარსულში ცვლიდა ფიზიკური ან ემოციური ტკივილი, ბედნიერება აღიქმება როგორც ერთგვარი ხაფანგი. მეორე, გიჭირთ სიხარული დანაშაულის განცდის გარეშე. თუ ბავშვობაში სიხარული უადგილო იყო ან აღიზიანებდათ უფროსებს, მაშინ ახლა შესაძლოა სიხარულმა შინაგანი დაძაბულობა ან სირცხვილის განცდა მოგიტანოთ. მესამე, თვითონ ავნადგურებთ იმას, რასაც სიამოვნება მოაქვს. ეს დამცავი მექანიზმია. თუ ახლავე გავანადგურებ, ისეთი მტკივნეული აღარ იქნება, მერე რომ დავკარგო. და მეოთხე, გიჭირთ დაჯერება, რომ ბედნიერება საერთოდ შესაძლებელია. თუ თქვენს წარსულში სიხარული არ იყო მდგრადი, გონება ვერ აფორმირებს წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება საერთოდ გამოიყურებოდეს ბედნიერება. ის აღიქმება როგორც გამოგონილი რაღაც, ერთგვარი ილუზია და არა როგორც ცხოვრების ნაწილი. რამდენში ამოიცანი თავი, დაწერე კომენტარებში.